Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ამჯერად არა ქორწილით, არამედ განცხადებით, რომელიც მან გააკეთა იტალიაში გამართულ Tech Week-ზე. ეს არის კონფერენცია, სადაც tech entrepreneur-ები და დამფუძნებლები იკრიბებოდნენ. ერთ-ერთი სიტყვის გამოსვლელი იყო ბეზოსი, რომელმაც თქვა ისეთი რამ, რასაც ალბათ ბეზოსისგან არავინ მოელოდა. მოკლედ, მისი აზრით AI ინდუსტრია სპეკულაციურ ბუშტს წარმოადგენს. აქ განმარტება უნდა გავაკეთოთ, რადგანაც ეს ცოტა იყოს და ორაზროვანი ნათქვამია. პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ბეზოსი ამ ყველაფერს ადარებს და პარალელებს ავლებს 90-იანი წლების სპეკულაციურ ბუშტთან, რომელიც ტექნოლოგიურ სექტორთან და ინტერნეტთან იყო დაკავშირებული, მას იცნობენ .com-ის ბუშტით სახელი, თუმცა იქ .com-ის გარდა კიდევ ათასობით სხვა ინდუსტრია იყო, მაგალითად ბიოტექნოლოგიები იყო, ასევე იყო რობოტები, ავტომობილები, მოკლედ ძალიან ბევრ სფეროს მოედო საერთო ჯამში .com-ის ბუშტი უბრალოდ ყველაზე სანახაობრივი ის აღმოჩნდა სწორედ იმ კომპანიების მიმართ, რომელთაც უბრალოდ სახელში ჰქონდათ co. ვებგვერდი გააჩნდათ. მოკლედ, ბეზოსი ფიქრობს, რომ დღეს რაც ხდება, ჰგავს .com, რადგანაც კომპანია რომელსაც სახელში ურევია AI, პირდაპირ 2 და 3 კაპიტალიზაციას იღებს. ინვესტორები მასში თანხას სიხარულით აბანდებენ, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია შეიძლება კვირაში გადიოდეს მილიარდის ზარალზე. ეს მათ უბრალოდ არ ადარდებთ, რადგანაც კომპანიის სახელში არის AI და დღეს ყველას ჯერა, რომ AI იქნება ის ტექნოლოგია, რომელიც ყველაფერს თავდადიერად დააყენებს და ტრილიონობით დოლარის სარგებელს მოუტანს გლობალურ ეკონომიკას. ამ იდეაში ბეზოსი ხედავს როგორც არგუმენტს, ასევე პრობლემას. პრობლემა ის არის, რომ სპეკულაციური ვაჭრობა ყოველთვის ქმნის სპეკულაციურ ბუშტს, რომელიც სამუდამოდ ვერ გაიბერება. ერთ დროს ის უნდა გასკდეს, ანუ იმ კომპანიების შეფასება, რომლებიც არ იმსახურებენ ამ შეფასებას, უნდა დაეცეს. შესაბამისად, ინვესტორებმა ჩადებული კაპიტალი ან უნდა დაკარგონ, ან მნიშვნელოვნად უნდა შეუმცირდეთ მათ იმ აქციების ღირებულება, რომელსაც დღეს ისინი იხდიან, რადგანაც სხვანაირად ბუშტი უბრალოდ ვერ ქრება ბაზრიდან, ასეთი ფენომენი უბრალოდ არ არსებობს. და ბეზოსი ფიქრობს, რომ ის ინვესტორები, რომლებიც დღეს აი ესე გაუთვითცნობიერებლად აბანდებენ ფულს ყველაფერში, რასაც AI ურევია, ძალიან დიდი რისკის წინაშე არიან და მათ სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რადგანაც AI ბუმი შეიძლება სამუდამოდ არ გაგრძელდეს და რამდენიმე წელიწადში მათ ყველაფერი დაკარგონ, რასაც იგდებენ რეალურად და ამაში ამ რისკთან მიმართებით ბეზოსი მარტო არ არის, ინვესტორებიც და პროფესიონალი ტრეიდერებიც და ზოგადად ამ სფეროში კარგად გარკვეული ადამიანები ყველანი ამბობენ, რომ ის რაც დღეს ბაზარზე ხდება არის სრული აბსურდი. ინვესტორები თანხას დებენ სტარტაპებში, რომელთაც საერთოდ არაფერი აქვთ. მხოლოდ დაპირება, რომ შექმნიან AI-ს და ჩვენ ვიცით, რომ AI შექმნა არის ლამის ყველაზე რთული და ძვირი რამ, ისი გაკეთებას დღეს პლანეტაზე შეიძლება და ამის კარგ არგუმენტად ბეზოსს მოაქვს შედარება. მოკლედ, მისი თქმით 10 წლის განმავლობაში ამერიკის მთავრობამ აპოლოს კოსმოსურ პროგრამაზე, რაც კოსმოსში რაკეტების გაშვებას ითვალისწინებდა, ჯამში დღევანდელი ფასების და ინფლაციის გათვალისწინებით დახარჯა 300 მილიარდი დოლარი 10 წელიწადში. AI სტარტაპები და კომპანიები, რომლებიც AI ინფრასტრუქტურას ავითარებენ, 1 წელიწადში, ანუ 10 ჯერ ნაკლებ დროში, ხარჯავენ 400 მილიარდ დოლარს, ანუ იმაზე მეც, რაც ამერიკამ დახარჯა 10 წლის განმავლობაში აპოლოს პროგრამაზე. აი, ამ მოცულობის თანხის ხარჯვაზე გვაქვს საუბარი და ბეზოსი ფიქრობს, რომ ჯერ ერთი რომ ყველა სტარტაპს უბრალოდ არ აქვს შესაძლებლობა ამ ტიპის ინვესტიცია მოიზიდოს და პროექტი ბოლომდე მიიყვანოს და მეორე, ეს თანხა ცოტა არ იყოს და გიჟურია, რადგანაც ამ თანხაში ბევრი რამ ისეთი არის შესული, რაც შეიძლება არ იყოს თვალგამართლებული ხარჯი, თუნდაც ის, რომ Nvidia თავის AI პროცესორებს ყიდის 70-80%-იანი მოგების მარჟით. ანუ ამ თანხის ძალიან დიდი ნაწილი უბრალოდ Nvidia-ს პირდაპირი მოგებაა. შესაბამისად, ცოტა არ იყოს და გაუმართლებელ ხარჯებთანაც გვაქვს საქმე. ამ ყველაფრის მიუხედავად, ბეზოსი ფიქრობს და ამბობს, რომ AI არის ამ საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგია, რომელიც მოახდენს რევოლუციას ყველა მიმართულებით, ისევე თავდაყირა დააყენებს პლანეტას, როგორც ეს ერთდროს მოახერხა კომპიუტერმა და შემდეგ ინტერნეტმა, უბრალოდ აქ მთავარი ნიუანსი ის არის, რომ როგორც .com-ის ბუშტის დროს არავინ არ იცოდა, რომელი კომპანია გახდებოდა დღეს ტექნოლოგიური გიგანტი და 99 უბრალოდ გაქრა, ზუსტად იგივე რამ მოხდება AI-სთან მიმართებითაც. ბეზოსმა თავადაც კი არ იცის, რომელი კომპანიები შექმნიან რეალურად სარგებელ
აღებლის მომდან AI მოდელებს, თუმცა მან დანამდვილებით იცის, რომ 99% ვინც ამ სფეროში არის, უბრალოდ გაკოტრდება და ბაზრიდან გავა, მაგრამ ამ მიმართულებით ბეზოსი სუბიექტურია და ამბობს, რომ მას ჯერა რომ Amazon-ი იქნება ის ერთ-ერთი კომპანია, რომელიც წარმატებით განავითარებს AI პროექტს და ამიტომაც Amazon-ი გეგმავს, რომ მომდევნო წლების განმავლობაში მილიარდობით დოლარი ჩაასხას ამ მიმართულებით. მიუხედავად იმ რისკების გაცნობიერებისა, რასაც თავად დამფუძნებელი ძალიან კარგად ხედავს და ყველა ეთანხმება, მაინც ბეზოსი ფიქრობს, რომ AI უდიდეს სარგებელს მოუტანს პლანეტას და უნდა Amazon-ს რომ რეალურად ამ ტექნოლოგიით მიიღოს დიდი ამონაგები, რადგანაც .com-ის ბუშტმა შეიძლება ძალიან ბევრი კომპანია მიწასთან გაასწორა, თუმცა შექმნა თავად Amazon-ი. .com-ის გარეშე და ინტერნეტის გარეშე Amazon-ი დღეს არ იქნებოდა ამ ხელო კომპანია, არც Google-ი გვექნებოდა და არც Microsoft-ი. შესაბამისად, აქ ბეზოსი, ასე ვთქვათ, ფსონსდებს საკუთარ გამოცდილებაზე, ხედვაზე და მის გუნდზე, რომლის მიმართაც შეუძლია ამ ადამიანს ჰქონდეს თავდაჯერებულობა, რადგანაც Amazon-ი მართალია 1.5 მილიონი ადამიანს ასაკმოს, მაგრამ ამ 1.5 მილიონი ადამიანის შორის რამდენიმე არის სერტიფიცირებული გენიოსი, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რაც უნდა გააკეთონ. შესაბამისად, ბეზოსს აქვს ჩვენთვის ორმაგი მესიჯი. მოეშვით სპეკულაციას და ფოკუსირდით რეალურ შედეგებზე და რეალური შედეგები, როგორც ხედავთ, დღეს პლანეტაზე აქვს მხოლოდ ტექნოლოგიურ გიგანტებს და სტარტაპებს, რომელთაც უბრალოდ სახელში ურევიათ AI.